26 იანვარია ორშაბათი თქვენ თავისუფალ სივრცეს უყურებთ. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ვახო ხუზმიაშვილი ვარ საღამოშტობისა. რუსთავის ციხეში მყოფი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს. კიდევ ერთი რეცეპტი მიხეილ სააკაშვილის ასეთია. მე რომ გარეთ ვიყო და საქართველოში გადაადგილება შემეძლოს, ამათ ერთ კვირაში დავასრულებდი. ერთადერთი შანსი ყველა პარტიის გაერთიანებაა. ეს თვითმარქვია აფერისტი, არაფრის მაქნისი ლეში პოლიტიკური. აი ეს ადამიანი, აი ამ ხალხს ეუბნება, რომ თქვენ არაფერს არ განასახიერებთ, თქვენ ყველანი უნიათოები ხართ. აი მე რო გამოვალ, ერთ კვირაში დავამთავრებ. რას ფიქრობენ მის პარტიაში? ნაციონალური მოძრაობის სახელით პოლიტიკური საბჭოს წევრი სევდია უგრეხელიძე უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. 24 წლიანი საქმიანობის შემდეგ ცნობილმა ჟურნალისტმა კობალიკლიკაძემ რადიო თავისუფლება დატოვა. რას ფიქრობს საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე? ამ და სხვა თემებზე დღეს საღამოს უყურეთ და მოусმინეთ კობალიკლიკაძეს. ხდებით საღამოს 9-ზე თავისუფალ სივრცეში. სევდია უგრეხელიძე უკვე სტუდიაშია, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი საღამოშტობისა. დავიწყოთ სააკაშვილის განცხადებით, რომელიც მან გააკეთა თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის მიმდინარეობისას, რომ ის რომ თავისუფლებაზე იყოს, ერთ კვირაში დაასრულებდა ხელისუფლებას. თქვენ ფიქრობთ, რომ სააკაშვილს იმხელა რესურსი აქვს, რომ ამას გააკეთებდა? შემდეგ უკვე ამ მის განცხადებაზე ოპოზიციის კრიტიკა მოყვა ერთი ნაწილის მხრიდან, ამაზეც ვისაუბროთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმები ტელევიზიის მაყურებელს. მადლობა მოწვევისთვის. ეხლა მე ვესწრებოდი ამ პროცესს და იქ ძალიან ბევრი რამ ითქვა, ბევრად უფრო საყურადღებო. რაც შეეხება ამ გამონათქვამს, მე ვფიქრობ, ყველაზე მეტად ამაში დარწმუნებული არის ქართული ოცნება და სწორედ ამიტომ არ არის ის გარეთ, სხვა მიზეზი არ არსებობს. დამნაშავენი კრიმინალები მართლა სახელმწიფო გონების ქურდები და ვიცით და მათივე გუნდის წევრები თურმე ამდენი წელი ქურდები იყვნენ, ეხლა დააპატიმრეს, კიდევ მეტი ქურდები გარეთ არიან. კრიმინალები, რომელთაც ჩვენ ახალგაზრდებს თავპირი დაამტვრიეს, აწამეს და ასე შემდეგ გარეთ არიან, არავინ არ დასჯილა, მათ შორის გედედეს უფროსი იმის თანამშრომლები. მხოლოდ სწორედ მაგიტომ ზის სააკაშვილი მე ასე მარწმუნებს ქართული ოცნების აქციელი, რომ მათ ეშინიათ სწორედ იმისი, რაც თქო სააკაშვილმა. ალბათ მათ უკეთიციან. ეს შეურაცხყოფათ აღიქვა ოპოზიციის ნაწილმა, ანუ ის ადამიანები, ვინც აი ამ პროტესტში არიან, ანუ ესენი ვერაფერს ვერ აკეთებენო და სააკაშვილი, რომელიც ციხეშია, თამარ ჩერგოლეიშვილის დაწყოთი მოისმინეთ თქვენს განცხადებიდან, 200 ადამიანი ვერ გამოუყვანიათ სააკაშვილის ხარდასაჭერათო და რომელ რევოლუციაზე და ხელისუფლების დამხობაზეა საუბარიო და უწოდა მას ეპითეტები მოისმინეთ, ლეშიჭამია, აფერისტი, თვითმარქვია. ხო. ეს ახლა ტრენდი, ეს არის მისი დღის წესრიგი და ეს ახალი არ არის მისგან და ამისთვის სააკაშვილი რამე სიტყვის თუ არ იტყვის, აბსოლუტურად მიზეზი არ სჭირდება, რომ ესეთი რამე თქვას და რაც შეეხება იმას, რომ არის ოპოზიციის შეურაცხყოფა, მე ასე არ ვიტყოდი და ასე არ აღმიქვამს ნამდვილად, იმიტომ რომ ოპოზიციის შეურაცხყოფა როგორ იქნება, როდესაც სწორედ ის ოპოზიცია, რომელიც იბრძვის და მათ შესახებაც ისაუბრა, მან არის ის გაუტეხელი სიდისის პატიმრები, პოლიტიკური პატიმრები. ესენი მიშას ხარდამჭერები არიან, ქალბატონ სევდია? აი მე მაგალითად აქციებზე დავდივარ და საგანგებოდ ვისაც ვიცნობ, იქ მასობრივად დგას და მასიური, აი მასა ვინც დგას, არის სწორედ ნაციონალური მოძრაობის. ეს დაპატიმრებულები, ვიზეც აი თქვენ საპროტესტებთ, ქალბატონო სევდია ციხეში. აქციაზე მონაწილეებს. დაპატიმრება, ანუ ქალბატონი ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ ხარდამჭერები პრაქტიკულად არ აკავთ თქვენ. ეს რა არის ჩერგოლეიშვილის შესახებ საუბარი ნამდვილად არ არის საინტერესო აქ, იმიტომ რომ ჩერგოლეიშვილის განცხადებაზეა საუბარი. დიახ, განცხადება თავისი გაშენებია. სად არიან ეს თქვენი მხარდამჭერები მაშინ ასე დაგისვათ კითხვას? ამის საქმეს მაგაშია, რომ განსაკუთრებული დევნა სწორედ მათზე მიდის. აბა ეხლა მითხარით, ბაჩო ახალაიას მიმართ. განცხადებაც, აი ვერც კი ითქვა, რასთან დაკავშირებით არის ის დაკავებული. ბაჩო ახალაიასი ეშინიათ ისე თითქოს მას მართლა მგელი ყავდა დაბმული აივანზე. თვითონ ჯერათ მე მგონი. ეს რა თქმა უნდა არის მათი შიშების გამოხატულება.
რა თქმა უნდა, ეს არის სწორედ ზეწოლა, ამიტომ ხდება განსაკუთრებით და ამიტომ ხდება ყველას ნაციონალს რატო ეძახიან. ჩვენ ხომ ვიცით, ძალიან ბევრი ამას იღებს ნეგატიურად და არ უნდა რომ მათ ნაციონალი დაუძახონ. ნაციონალური მოძრაობას ნეგატიურად, მაშინ იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა არის წნეხისა და დევნის ობიექტი და მათ არ სურთ იყვნენ წნეხისა და დევნის ობიექტი. მეტი აქ არაფერი არ არის. როდესაც ჩვენი პარტიის გაყოფა მოხდა არაერთხელ და ჩვენ ეხლა თუ დავთვლით, 1-5 პარტია წარმოქმნილი ნაციონალური მოძრაობის განაყოფებიდან. როგორ ფიქრობთ, უშედეგო იყო ის შევიწროება, ის დევნა, ის რეპრესიები, რასაც აკეთებდა ქართული ოცნება? არა, შედეგი სწორედ ერთ-ერთი შედეგი. შეიძლება ეს ირცხვილებათ ნაციონალური მოძრაობის საქმეები და იმიტომ წავიდნენ. ერთ-ერთი შედეგი არის სწორედ ეს ახალი პარტიების წარმოქმნა. რაც შეეხება სირცხვილს, თუ ეს სირცხვილება თავიანთი, რაც დაუშავებიათ, ის აღიარონ. სხვის მაგივრად ნუ შერცხვებათ. მე არავის მაგივრად არ მწხვენია, თუმცა ბევრი საქციელი არ მომწონს, შეიძლება თუნდაც იქ რო ვდგავარ, შეიძლება ვიღაცამ რაღაცა ისეთ თქოს არ მომეწონს. ყველას თავის ნამოქმედ არის. შერცხვეს ქალბატონოსები, აი ეს ხუთის პროტესტი, რაზეც საუბრობთ ხოლმე, აქ ძირითადად ნაციონალური მოძრაობის მომხრეები არიან ეს ხალხი? დიახ, მე როდესაც აქციებზე დავდივარ და ხვდები ადამიანებს, დიახ. მე ვხვდები ძირითადად ხედავ რომ არიან მომხრეები და არიან მხარდამჭერები. ის რომ ისინი რომ ამბობენ ახლა რომ აი 200-ია თუ 300-ია თუ 500-ია, ამის დათვლა მხოლოდ სამართლიან არჩევნებს შეუძლია და ეს შეუძლია თქვას იმ პარტიამ, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობა მიუღია, თუნდაც უსამართლო არჩევნებში და რაღაც რესურსი უჩვენებია და შეუძლია მხარდამჭერებზე ისაუბროს და უსამართლო არჩევნებშიდაც კი რო არ მიუღია მონაწილეობა და ასეთ პარტიები უნდა იყოს, ახალი პარტიები უნდა წარმოიქმნას. მე საერთოდ არ მიმაჩნია რომ აი გინდა ფედერალისტები, გინდა თავისუფლების მოედანი არ უნდა არსებობდნენ, პირიქით. მე ვფიქრობ რომ ისინი უნდა არსებობდნენ და მე ვისურვებდი რომ ისინი იყვნენ უფრო კონსტრუქციულები და იყვნენ ორიენტირებული თავისუფლების მოედანი არის ნამდვილად ორიენტირებული რაღაც პროგრამებს წარმოადგენს, სულ ორიენტირებული იყვნენ თავიანთ პროგრამაზე და საქმეზე. მე პირადად მაგალითად მაინტერესებს ფედერალისტებს რა იდეები აქვთ, რა პროგრამით მოვიდნენ. აი ძველი სოციალისტ ფედერალისტები რომ იყვნენ, იმათ გზას აგზელებენ თუ არა, ისინი მემარცხენეები იყვნენ. ისინი იბრძოდნენ იმისთვის, რომ რუსეთის იმპერია ყოფილიყო. თავიანთ შეხედულებებზე და პროგრამებზე. ეს არ შეეხება იმას, რასაც ახლა მე ვლაპარაკობ. აი მე რაც მაინტერესებს, იმას ვამბობ, რომ აი მე მაინტერესებს ფედერალური მოწყობა უნდათ საქართველოს, მაშინ თუ საქართველოს ფედერალური მოწყობა უნდათ რა გზით, ესე იგი უნდა ვცნოთ დამოუკიდებლობა ოკუპირებული ტერიტორიების და ამით აღვიდგინოთ ტერიტორიული მთლიანობა თუ რა, ეს არის თემები, რომელიც მართლა საინტერესოა. და ვისთან ერთად გაერთიანებაზე საუბრობდა სააკაშვილი, მაშინ ჩერგოლეიშვილის პასუხი პრინციპში უკვე ცნობილია, ხო? ანუ სკეპტიკურად უყურებ გაერთიანებას, ხელოვნურ გაერთიანებებს. ხელოვნური გაერთიანება შეუძლებელია და მით უმეტეს გაერთიანება იქ, სადაც წინასწარ არის ჩადებული კონფლიქტი. ეხლა ჩერგოლეიშვილს რომ მედია ფიქსი აქვს და პიროვნებაზე მიშა ცუდია, მიშა ესაა ლეშია თუ ლეშჭამია თუ რაც არის, ეს ყველა მიცის და ამაზე ყველა ერთობა. ეს არის საზოგადოებრივ ეპატაჟი, გასართობად არის მოგონილი, მაგრამ მაგის გარდა მე ძალიან გულიმწყდება რომ პოზიტიური დღის წესრიგი არ გვესმის. პოზიტიური დღის წესრიგი იქნებოდა ის რომ სხვა თემებზე რაღაც კარგსაც ხომ აკეთებენ, მაგრამ წალეკა ამ თემატიკამ, სიძულვილის თემატიკამ, პროგრამებზე საუბრობთ ქალბატონოსებია. პროგრამა ისე ცნობილია ყოველთვის და ახლა წარმოდგენილი ქონდა და კონკრეტულად თქვენ რაზე საუბრობთ, აი რაზე საუბრობთ, გარდა ხელისუფლების სრულებაზე. 25 წელიწადზე მეტია, მისი მიმართულება, მისი პროგრამა, მისი სოციალური ჩვენ მიმართულება არის მემარჯვენე ლიბერალური. თქვენი მიმართულება ბევრისთვის ასოცირდება ადამიანების წამებასთან, საკუთრების სარტყელასთან, მედიაში შეჭრასთან. ეს არის პროპაგანდა. ეხლა რა არის პროპაგანდა? ეს არის პროპაგანდა, რასაც თქვენ ახლა მე ამ ეს არის ბრალდებები, ხო? ამის გამო საკონსტიტუციო სასამართლოშია სარჩელი შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში ახლებისდაც არის და ლელოზე რა არის მაგალითად. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ და ლელოც იმიტომ ლელოზე ის არის შეტანილი, რომ ორკესტრირებული ულად ექცეოდით საკუთარ მოქალაქეებსო და დიახ ეს არის. მაგაშია ხალხს ბიზნესებს ართმევით ერთად, და ხელი დარქმევა სახელის ყველაზე, რომ ნაცები და ესე იგი ახალი ნაცები და ნაცებთან როგორ ამბობენ, ნაცებთან
ასოცირებული თუ როგორი არის, ეს არის პროპაგანდის ხერხი, რომ დააკომპლექსონ იგივე ლელო, იმიტომ რომ მას ჰქონდა რესურსი. ლელოს ჰქონდა რესურსი და ფაქტიურად ეს რესურსი, ამ რესურსის გაპარტახება, ამიტომ ებრძვიან მასაც და მით უმეტეს რომ ლელო არ მოდიოდა საერთოდ ნაციონალური მოძრაობიდან, პირიქით შეიძლება ითქვას, წარმოიქმნა სწორედ ნაციონალური მოძრაობის მათ შორის ალტერნატივად არა მარტო ქართული ოცნების. ეს არის პროპაგანდისტული ხერხი და ის რაც რეფორმები გატარებული იყო ჩვენი ხელისუფლების დროს, ის რეფორმები არის გასაგრძელებელი, ანუ ეს არის ეკონომიკური გადასახადების დაწევა, ეს არის ხელფასების მომატება გადასახადებს ის კარა რაოდენობრივადაც უნდა შემცირებული. ნაგავი და შუქიც რო ერთად მიაერთიანეთ არ გახსოვთ? ეს კაი იყო? დიახეს დაწევა იყო სხვათა შორის. როგორ? ნაგვის გადასახადი რომ მქონდა ხალხს 50 და 100 ლარი წეში. ახლა გაინტერესებთ ეს? კარგი იყო? კი ბატონო, აი აგიხსნით, ნახეთ, ეგ იყო გადასახადის დაწევა ღარიბთათვის და გადასახადის მომატება იმათთვის, ვინც მეტ ელექტროენერგიას ხარჯავს და ანუ მეტი საშუალება აქვს. ღარიბი ადამიანი უფრთხილდება ელექტროენერგიას და არანთებს არ ხარჯავს. ამიტომ და შეიძლება იყოს მრავალსულიანი და როგორც წესი მრავალსულიანები არიან ღარიბები. ამიტომ სულადობით გადახდა მათთვის გამოდიოდა 15 სულზე, 12 სულზე, 10 სულზე ბევრად მეტი და როდესაც ელექტროენერგიაზე იყო მიბმული, ელექტროენერგიას ის უფრთხილდებოდა ნაკლებს ხარჯავდა და გამოდიოდა ბევრად ნაკლები. მაგრამ ვინც ბევრ ელექტროენერგიას ხარჯავდა, იმას გამოდიოდა მეტი. ანუ კარგი იყო რა თქმა უნდა ეს იყო სოციალურად ორიენტირებული. ცხადია. ის რომ მან პოპულარობა ვერ მოიპოვა, ალბათ კარგად არ იყო გაბიარებებული. მე მაშინ ვიყავი სწორედ საკრებულოში და ნამდვილად ეს ასე იყო და ეს არის სამართლიანი იმ მხრივ, რომ დიდარმა მეტი უნდა გადაიხადოს ყველაფერში, ვიდრე ღარიბმა. ღარიბს ჭირდება დახმარება. ანუ ქალბატონებია რომ მიუბრუნდეთ იმას გაერთიანებას, რო დაუბრუნდეთ. ხო, რო დაუბრუნდეთ აი გაერთიანებას. ანუ თქვენ გონიათ რომ ეს საკითხი გვაინტერესებს, ხო, მემარცხენეა, მემარჯვენეა, საქართველოს მოწყობა უნდა, ფედერალური მოწყობა უნდა. ეს შევარდნაძეს ჰქონდა ეს გეგმა. თუ თქვენ ახლა შეიძლება არ გახსოვთ, მაშინ ძალიან ახალგაზრდა იქნებოდით, აი ხუბოას დააწერინეს მაშინ წიგნი ფედერალიზმი. ეს რატომ? იმიტომ რომ სწორედ მაშინაც იყო ესეთი ილუზია, რომ რუსები დასთანხმდებიან ამ მოწყობას და მაშინ ჯერ კიდევ ოკუპირებული ტერიტორიები არ იყო ესოდენ ოკუპირებული, როგორც აგვისტოს ომის შემდგომ. და იყო ეს, რომ ფედერალური მოწყობა, ეხლა ფედერალურ მოწყობას ჭირდება, უნდა ვაღიაროთ მაშინ ჩვენ ისინი. ანუ ეს საინტერესო თემაა ძალიან, ეს არ არის უინტერესო თემა თავისთავად, მაგრამ სამწუხაროდ ამ პარტიის იმ ლიდერის ქალბატონი თამარას განცხადებები ორიენტირებული არის მხოლოდ პირად ურთიერთობებზე, პირად სიძულვილზე და ზიზღზე. პირად რა უნდა ქონდეს გასაყოფილი სააკაშვილთან? ხო, აი ეგ თემა არის, რომ რაც ესე იგი მისი პირადი ბელადის, ანუ გიგაბოკერიას დროს აკეთდა ოჯახის ბელადი რომ ყავს და ჩვენ რო გვეუბნება ბელადი ყავთო, ჩემ ბელადი მე არ მყოლია და არც მე ყოლა. პირადი ინტერესი რა აქვს თამარ ჩერგოლეიშვილ სააკაშვილთან? ის რომ რაც მაშინ ხდებოდა. კარგი თუ რამე გაკეთდა, ეს ყოფილა გიგაბოკერიას დამსახურება და ცუდი თუ რამე მოხდა, ეს ყოფილა მიხეილ სააკაშვილის, ასე ვთქვათ, დანაშაული. აი ესეთი სურათი უნდა დახატონ. ამიტომ იგი იძულებულია ლანძღოს პირადად მიხეილ სააკაშვილი და თუ დაუკვირდებით თქვენ, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ზოგადად ესე არ ლანძღავს. რატომ? იმიტომ რომ თვითონ არის დაკავშირებული მთელი წარსულით, ოჯახით, ყველაფრით. ახლა ვნახოთ, ავტოკრატია, ესე იგი, შიგნიო დემოკრატია არ არის პარტიაშიო. ამიტომ არის ცუდი პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობა, რომ ესენი თურმე დადიან ჩვენ დავდივართ თურმე სულ მიხეილ სააკაშვილის ჭკუაზე. ეხლა ვნახოთ მათ პარტიაში რა ხდება. გამოიყვნენ, წავიდნენ და ზუსტად ისეთ ტოტალიტარიზმი დაამყარეს პარტიაში, რომ ხალხი გაიქცა, ვინც წავიდა 21 ადამიანი, იმათგან დარჩნენ თვითონ მარტო 2. დანარჩენი ყველა მათ ხო სხვა რაღაცებიც მოხდა ქალბატონებია. მოხდარიყო, ეს იყო ზუსტად იმიტომ, რომ პრაიმერისი რო ჩაატარეს თუ დაჯგუფდნენ, ესე იგი, რასაც შეპირდნენ ერთმანეთს, რომ ჩვენ თუ ამით ეს შედეგს ვერ დავდებთ, ქალბატონ თამარი აქ არ არის და მე ვისურვებდი რომ ამ მოხდეს გადაცემაში დაიახტა თამარის პიროვნება კი არ მაინტერესებს. თამარის პიროვნება მე საერთოდ არ მაქვს მასთან პრობლემა პიროვნებასთან აბსოლუტურად და არავითარი ანტაგონიზმი, იმიტომ რომ ეს მისი პრობლემა არის პირადი, რომ იგი პირადში გადაყავს სააკაშვილთან ბრძოლა, იმიტომ რომ თქვას რომ პარტიას ებრძვის, დაკავშირებულია წარსულით, სულით, ხორცით ყველაფრით ამ პარტიასთან და რაც შეეხება აი ამ პარტიულ, ახლა მე ზუსტად პარტიულ დისციპლინაზე ვლაპარაკობ, რომ დისციპლინა თუ რაღაც ბელადი დომანია, ზუსტად გამოვიდა, რომ იმიტომ დაიშალა მე ეს ევროპული საქართველო, რომელიც ნამდვილად პროევროპული იყო. ანუ სააკაშვილს არ ეთანხმებით იმაში, რომ გაერთიანდეს ოპოზიცია?
ოპოზიციაში უნდა გაერთიანდეს ერთნაირად მოაზროვნე ადამიანები. ვინ მაგალითად რომელი პარტიები? ისედაც იყავით მაშინ ერთიანები და რაღაც იშლებოდით. სადა? ძირითადად ეს ოპოზიციური პარტია რაც არის ამოსული, ხო? ხო, გითხარით თქვენ ხო და მაშინ რაღაც იშლებოდით თუ რა გაერთიანდეთ. ხო და შესაძლოა განაცვლები ჯამი შეიძლება. ისინი გაქცეოდნენ ამ რეპრესიებს, აი ამ ზეწოლას. მაგრამ მაინც ვერ გაიქცნენ. რატომ ვერ გაიქხობ? ხედავთ, ყველა ციხეში ჩასვეს ყოფილი ნაცი და ნაცების მე ვინ არის ერთადერთი ვინც ციხეში არ მიდის და არც იბარებენ არსად. ეს არის გიგაბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი, ხომ? ამიტომ არო ხალხი მათ უყენებს ასეთ პრეტენზიას, რომ ისინი არიან შეკრული. მე არ ვიტყვი რომ შეკრული არიან ნამდვილად, იმიტომ რომ შეკრული არიან, წამსი აქვთ ესეთი ფულზე მით უმეტეს არ ვილაპარაკებ, თუ სპორტული ინტერესი აქვთ. ეს არ არის საინტერესო. საქმეა ის, რომ მათთან კოლაბორაცია არის ძალიან რთული და მათთან ერთად მუშაობა. როდესაც გამუდმებული ლანცხვა გინება და გამუდმებული დაძაბულობა მოდის. მის სიამოვნებით ვისაუბრებდი და სიამოვნებით მექნებოდა. ოღონდ მაინტერესებს მემარცხენე თუ არის ეს პარტია. თუ მემარცხენეა, ვერ გავერთიანდებით, ხომ? მაინტერესებს და ესე იგი საგნობრივი საუბარი მექნებოდა, მაგრამ მაშინ როდესაც გამუდმებული კონფლიქტი შედის, ვისთანაც შეუძლებელი თანხმობის მიღწევა, რა თქმა უნდა, იმასთან არც უნდა შეეცადო. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს გაერთიანება აუცილებლად ბუნებრივი უნდა იყოს, ბუნებრივი უნდა მოხდეს. ეხლა თქვენ აქ ალბათ ესეთი შეკითხვაც გექნებათ, რომ აი სალომე ზურაბიშვილი და ასე შემდეგ. დიახ, სალომე ზურაბიშვილზე იყო გარკვეული იმედები, მიუხედავად ჩემი აბსოლუტური ბატონო, არა, მე არც მქონია იმედი, ასე რომ ვერ დასრულდებოდა. მიუხედავად ჩემი ესეთი უარყოფითი ნეგატიური დამოკიდებულებისა და საქართველოში ვის აქვს პოზიტიური დამოკიდებულება, ომი საქართველოს დაიწყო და ასე შემდეგ. არც იმას არ ვამბობ, რომ რატომ არ გაათავისუფლა მიხეილ სააკაშვილი. ეს გათავისუფლებას მაშინვე ხოცები მოუძებნდნენ იმას, რომ არ გამოუშვებდნენ. არა. მე ვერ დავინახე მასში უნარი, აი ამ გაერთიანების სათავეში დგომის და ის ავტორიტეტი. პირადად თქვენ ქალბატონო სერგია, ამაზე უფრო გაბრაზებული ხართ, რომ სააკაშვილი არ შეიწყალა თუ იმაზე უფრო მეტად არა, იმაზე უფრო მეტად ხართ გაბრაზებული, როდესაც თავის დროზე ზვიად გამსახურდიას დამხობას მიესალმებოდა. ყველაფერი, რაც კი მანამდე გაუკეთებია, ჩემს ნეგატიურ შეფასებას იმსახურებს. რა თქმა უნდა, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა, რა თქმა უნდა, ომი საქართველოს დაიწყო და მიხეილ სააკაშვილის აი ამ საკითხში მის წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ შეწყალებასთან დაკავშირებით მე არ მაქვს პრეტენზია, არც მოლოდინი მქონდა და არც იმის მოლოდინი მქონდა, რომ მერე ეს თავისუფლება რეალიზდებოდა. მაგრამ მე ვერ დავინახე მასში პოტენცია და სამწუხაროდ ჩემი პროგნოზი გამართლდა. და თუ საკონსტიტუციო სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას და აკრძალავს ნაციონალურ მოძრაობას, სად მიდიხართ მე რასაკეთებთ? სადაც ახლა ვართ, ეხლა რა პრაქტიკულად აკრძალული არა ვართ, ეს არ არის მხოლოდ ესე ვთქვათ საკონსტიტუციო გადაწყვეტილება, თორე პარტია ქაღალდზე კი არ ფუძნდება და ქაღალდზე კი არ მოქმედებს. პარტია არის ადამიანების ჯგუფი. თუ თანამოაზრეთა ჯგუფი დარჩება, იმოქმედებენ და გამოძებნიან ახალ გზებს, რა გზით იმოქმედონ სხვებთან ერთად, მაშინ რა თქმა უნდა პარტია მაინც იარსებებს, იქნება ეს ქაღალდზე თუ არ იქნება და მისი მიზანი რაც ეხლა არის, ეს არის ქართული ოცნების ამ ხელისუფლების შეცვლა, რომელსაც მიტაცებული აქვს ხელისუფლება საქართველოს და არალეგიტიმურია, ეს იქნება ისე მიზანი და ქაღალდზე რა იქნება ამას ამ შემთხვევაში რა მნიშვნელობა ეხლა რა ჩვენ პრაქტიკული გვეძლება საშუალება არჩევნები ტარდება, არ ტარდება პოლიტიკური დებატებზე რომ არის ეხლა ლაპარაკი ვის უნდა ედებატონ, გამოიყვანონ მაშინ სააკაშვილი და დაჯდას კობახიძე ედებატოს, ან და ივანიშვილი. აპირებენ ამას? არა, რა თქმა უნდა. ეს ხო სასაცილოა ეს ყველაფერი, ასე რომ მაინც პოლიტიკური აქტივობა შეზღუდული აქვს პარტიას და მეტად იმ ქაღალდის შედეგად ვერ შეეზღუდება. ამიტომ არაფერი არ შეიცვლება. თქვენი პარტიის დამფუძნებლისგან მიხეილ სააკაშვილისგან დაახლოებით 2020 წელი იყო მაშინ ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნების წინ გვახსოვს მისი გაკეთებული განცხადებები ტრამპის მისამართით, რომ რუსეთთან კავშირში ადანაშაულებდა, იქვე თქვა მაშინ, რომ ბიძინა ივანიშვილისგან ფინანსდებოდა ტრამპის საარჩევნო კამპანია, გვარამიასთან ეთერში თქვა. თქვენ როგორი განწყობა გაქვთ ტრამპის მისამართით ახლა თქვენს პარტიას? პირადად თქვენ ჩემი პარტიის და თუნდაც ფედერალისტების და თუნდაც ესე იგი ევროკავშირის მიმართ მაქვს ერთი განწყობა.
ეს არის მოცემულობა, ეს არის ფაქტი და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ამ მოცემულობიდან გამომდინარე და ჩვენ არ გვაქვს უფლება, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ მართლა, მაგრამ სოფლად რომ გადაგვაქცია ივანიშვილმა არ გვაქვს უფლება პირადი შეხედულებით და მანერების მიხედვით ვიმსჯელოთ ანუ ყველაფერი უნდა მოგწონდეს ყველასი? მოწონებაზე არ არის. აბას გეკითხებით. უნდა ვიმოქმედოთ შესაბამისად ჩვენი სახელმწიფო ინტერესების. ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები არ არის იზოლაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან ნებისმიერი ხელისუფლების რა უნდა ეხლა ვხედავთ რომ ამერიკასა და ევროკავშირის შორის საკმაოდ დაძაბულია ხო ურთიერთობა არ არის ისეთი როგორიც იყო წინა ადმინისტრაციის და აი ამ შემთხვევაში საქართველოს რა პოზიცია უნდა დაიჭიროს. რომ არ დაალაგდეს ცალ-ცალკე უნდა შევეცადოთ თვითოულთან ურთიერთობა და არა ის სასაცილო და ამაზრზენი წერილები, რომელსაც უგზავნის და რა შეეხება სააკაშვილის ეს განცხადება, რომელიც შეგახსენეთ? საერთოდ ერთი არ მახსოვს და მეორე იმ დროს და იმ მომენტში, იმ სიტუაციაში, თუ ქონდა მას პირადად ესეთი რამე ინფორმაცია, შეიძლება თქვა, მე ვერ გეტყვით, მე კი არ ვამტკიცებ საპირისპიროს, ან და არ ვამტკიცებ, რომ რაც თქვა სწორია. არა, ჩვენ ვართ ვალდებული ჩვენი ქვეყნისათვის ნებისმიერ ხელისუფლებასთან ამერიკის შეერთებულ შტატებში კონდეს ურთიერთობა ისეთი, რომელიც საქართველოსთვის სტრატეგიულ პარტნიორობას კი არ უნდა გვართმევდეს ამერიკის შეერთებული შტატები. არამედ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიყოთ მისი დადებითი პოზიტიური ყურადღების ცენტრში და სწორედ ეს არის ოპოზიციის მიზანი და ამ თემაზე მე მგონი ყველასთან შეიძლება საუბარი, რაც არ უნდა პირადი დაძაბულობა იყოს და მე ამიტომ მაწუხებს ყოველი ესეთი გამონათქვამია არაკორექტული და ესეთი აგრესიული, რომ ეს შეუძლებელს ხდის საუბარს საგნობრივს. ეს არის სამწუხარო და ეს არ უნდა იყოს, თორე ნებისმიერმა პარტიამ უნდა ისაუბროს იმაზე, როგორ დააბრუნოს საქართველოს დღის წესრიგში. საიდანაც ამოაგდო მსოფლიო დღის წესრიგიდან ქართულმა ოცნებამ მიზან მიმართება. აი როცა დღის წესრიგზე საუბრობთ, რომ აი ქართული ოცნება ეწევა, ვთქვათ, ესეთ საქმიანობას, რომ დღის წესრიგიდან ამოგვაგდო დასავლეთიდან და ყველა ორგანიზაციიდან, სადაც თანამშრომლობდა საქართველო, როგორ იყო ქალბატონო სევდია, რომ აი თქვენი ხელისუფლების დროს მთელი რიგი ენერგო კომპანიები გადაეცით რუსეთს. რა მოხდა მაშინ? ესე იგი ეს მარადიულ თემას რატო მარადიული ეს სულ იქნება მარადიული. შევარდნაძის დროიდან არის ეს მაგას შემიძლია ენერგოპრო აი მუხეში ჟინლახესი ხრამი 1 ხრამი 2 3 4 და გავყვებით თბილისის წყალის სამთავრობო პოზიციონირებდა რომ ის უკვე 2008 წლის შემდეგ თუ შეიძლება მუშაობდა გინდათ 8 წლის შემდეგ კიდეც მანამდე მუშაობდა იმაზე რომ ეს ძალიან ახლოს იყო ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან და მას ჰქონდა ფარი, მას ჰქონდა ქოლგა და მას იცავდა დასავლეთის მეგობრები და მას ჰქონდა ამის საშუალება და უფლება და საჭიროება. შეცდომა იყო თუ არა ქალბატონო სევდია ეს რომ ენერგო ობიექტები გადავეცეთ? შეცდომა არის პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლა. ეს უქმნის საფრთხეს მაგ თემას, თორე რომ ყოფილიყო იგივე პოლიტიკური სიტუაცია დასავლეთთან, როგორც დაალაგებული იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს, მაშინ ეს პრობლემა არ არის. ერთი ხელით ევროპა და ამერიკა და მეორე ხელით ენერგოობიექტები უნდა გადავცეთ რუსეთს? ეკონომიკური ურთიერთობაზე და ტურისტების შემოსვლაზე და სამხრივად ვიზის გაუქმებაზე ამაზე განმარტებები განკეთებული არის ძალები. საკმარისია ეს განმარტებები, ხალხმა ეს კარგად გაიგო, რატომ გადაეცით ენერგოკომპანიები? რა თქმა უნდა, როდესაც ფარი გაქვს შენ და როდესაც გიცავს. რა ფარი გქონდა? იგივე ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა. იგივე უკრაინასაც ჰქონდა პარტნიორობა და ვერ ხედავთ რა მდგომარეობაშია? ეს ახლა ვხედავთ. მაგრამ თქვენ ახლა ლაპარაკობთ 20 წლის წინადელ 2008-ში რა ფარი გქონდა? 20 წლის წინადელ ამბავზე. ხო 2008 წლის შემდეგ გადაეცით ეს ობიექტები. 2008 წლის შემდეგაც იყო პოლიტიკა, ის პოლიტიკა ზუსტად, როდესაც ასპირანტი ქვეყანა გახდა საქართველო, რომ მას გვერდში ედგა დასავლეთი და მაშინ და საერთოდ რა ფარი იყო, რომ არ შემოვიდა და თბილისი აიღო? ფარი ის იყო, რომ შემოვიდა ავიამზიდიდან. და საკმარისი არ არის ამდენი სოფელი რო წაიღო, ანუ რუსეთმა? ეგ არის ოკუპაცია, ეგ არის აფხაზეთის ხეობა რო წაიღო, ეს საკმარისი არ იყო? რისთვის? ჩვენი ქვეყნისთვის ამ ხელა ტერიტორიები დავუკვირდით. ეხლა ჩვენ საუბრობთ, ჩვენ ხლა ვლაპარაკობთ. ხო და 2000 ამდენი ტერიტორია რო დავკარგეთ, ქალბატონო სევდია და ეს ობიექტები გადავეცით, მე ამას გეკითხებით. არა, ხტიხარ საკითხი. არა, გისმენთ ყურადღებით. არა, ეს არის როგორ იცით, კალიის ეფექტი, ქვია ამას. ჭრიჭინის ეფექტი. როგორც კი არ მოგწონთ პასუხს, გადახდებით სასაკითხზე. მე იქ არ მოგწონთ, გადახდებით. არა, მე მისმენთ კი არა, თქვენ თავს არ უსმენთ ახლა. ნახეთ, მე გელაპარაკებთ როგორც აგვისტოს ომამდე, აგვისტოს ომის შემდეგ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა დასავლეთთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან და სვლა ევროკავშირისკენ
მაშინ დაიწყო და შემდეგ ამათაც ხო გააგრძელეს, ასე რომ ეს ყველაფერი იყო, ამიტომ ეს იყო ფარი. ეს იყო დაცვა და ეკონომიკაში ამას აქვს მნიშვნელობა, იცით რატომ? ეკონომიკა ხო ესეთი რამეა, შენ თუ გაქვს ინტერესი, თუ საერთო ობიექტია, ამაში ხომ დაცვაც დევს და მაშინაც დაცვა რით და როდესაც ინტერესი უნდა იწყებდნენ ჩვენს გამო? არ მაცლი ხო გეუბნები. არა, თუ შენი არის ობიექტი, შენ თვითონ არ გაწყობს იმისი არც დაბომბვა, არც ქვეყნის დაქცევა და არც ომი. თუ შენია ის ობიექტი და შენ თუ იყიდე, შენ თუ იქ რაღაცა ქონება გაქვს, შენც არ გაწყობს. ანუ ეს ობიექტები რომ გადავეცით ჩვენ რუსეთს, ახლა აღარ დაბომბავს ქალბატონსებია? ამ ობიექტების გადაცემა არ არის მიზეზი იმისა, რომ ეს გამოიყენოს არა. ამას კი არ იყენებს. მაშინ ომით რატო შემოვიდა? იყიდა კიდე ობიექტებს. ობიექტები არ ქმარა. შემდეგ იყოს კიდე და კიდე მანამდე იყოს. არა აქვს მაგას მნიშვნელობა. 2008 წლის მერე ხო არ გავებუდეთ. პირიქით ტურისტების სამხრივ, აი ხო ხედავ ისე ხტუნ ვართ. ისე ხტუნა. არა, რითი გვიცავდა კონკრეტული მექანიზმი რა ქონდა? ქაღალდი დოკუმენტი მარტო არ არის ის ხო? აი, როგორ აგიხსნათ ახლა თქვენ სახლში თუ მე მიდევ სეიფი, ჩემი განძი, ოქრო ვერცხლით სავსე, მე არ მომინდება რომ თქვენი სახლი ან დაიბომბოს, ან ომი იყოს, ან დაინგრეს. მაშინ გადავცეთ ყველაფერი და აღარ დაგვბომბავს. ეკონომიკური საკითხები პირიქით მიბმას აკეთებს და ხდის არასასურველს იმ ქვეყანაში სიტუაციის გაფუჭებას, ომს და სტიქიურ უბედურებასაც მათ შორის. და მათ შორის პანდემიასაც. არავით არის მნიშვნელობა მაგას არ ქონდა იმისთვის რომ მაშინ რატო დაიწყო ომი, ხო გადავეცით ეკონომიკურად და რატომ დაიწყო? გადაეცით ქალბატონსებია და ამ ომის შემდეგ საზღვარი ცალმხრივად გაუქმეთ, ამდენი ობიექტი გადაეცით, თბილისის წყალიც კი გადაეცით. ზუსტად, რა თბილისის წყალი გადავეცით? სამართავად ვის გადაეცით აბა? თბილისის წყალი ვისა აქვს ახლა? თავის დროზე ვის გადაეცით? ეხლა ვისა აქვს? ეხლა რა მნიშვნელობა აქვს და ვის გადაეცით? თბილისის წყალი თბილისის იყო, ტყუილია ეგა. როგორ იყო ქალბატონსებია? ქალაქის იყო, რას გაბარებო? რუსული კომპანიას გადაეცით? არა. არა, გესწრებათ რაღაც. ქართული ბანკები გადაეცით და ბევრი რამე გადაეცით. არა, ვახო, არასდროს გადაეცით. ენგურხესი ჩვენ გადავეცით თუ შევარდნაძის დროს იყო ეგა. როგორ გადაეცით? ხრამი 1, ხრამი 2, ხრამი 3, ხრამი 4, ხრამი 5 ვის გადაეცით? ბევრი რა იქ ქალბატონსებია, მოგწევს დოკუმენტს. არაფერს არ ვთქვი, გადაგაცემა. ენგურხესი იყო მანამდე გადაცემული. ხრამებს რაც შეეხება, ეს ხრამები მე ნამდვილად არ ვიცი თარიღები, მაგრამ გეუბნები მიზეს იქ სადაც ჩვენ გაქვს ქონება, იქ არ გინდა ომი, არ გინდა ქალბატონსებია ხვალო გადაცეს საქართველოს ხელისუფლებამ დამატებით რუსეთს. ეს კარგი იქნება. საქართველოს ხელისუფლება არის მოღალატე რუსეთის ინტერესების გამტარებელი, რომლის მიზანი არის რომ რუსეთის ნაწილი გახდეს საქართველო და ამიტომ მისგან ამას სულ სხვა მიზანი აქვს და მისგან ვერც კონტროლი იქნება და დაცვაც აღარ ყავს უკვე დასავლეთი. არანაირი, არც ევროატლანტიკური არანაირი. ასე რომ ამაში პრინციპული განსხვავება არის. ეს სრულიად სხვადასხვა რამეა და თქვენ ახლა ფაქტ მე ძალიან წუხარ რომ ამას მიმეორებ, მაგრამ ფაქტიურად პროპაგანდისტულ მესიჯებს მიმეორებ. პროპაგანდისტული ქალბატონსებია, მე თუ საქართველოს მოქალაქეს არ მომწონს რომ რამე გადასეთ რუსეთს, არა მაქვს ამის უფლება რომ კითხვა დავსვა. შეგიძლიათ თუ არ მოგწონთ და არ მიცემთ ხმას ასეთ პარტიას. ეს რა თქმა უნდა შეგიძლიათ. გიხსნით რომ ეს ეკონომიკური მიბმა პირიქით გიცავს იმის, როდესაც ყავს დამცველი. როდესაც ყავს დამცველი, რომელსაც შეუძლია ომის დროს შემოიყვანოს ავიამზიდი შავ ზღვაში. ასეთი დამცველი როდესაც ყავს. რომელსაც მე აბრალებენ რომ პამპერსები და წყალი შემოიტანა მეტი რა გააკეთაო. ასე როცა ყავს პარტნიორები, მაშინ ეს არ არის საშიში და ქართული ოცნება თუ როდესაც ამას აკეთებს და ჩუმად აკეთებს უკვე სტრატეგიულ ობიექტებსაც და არასტრატეგიულსაც და ყველაფრით მიბმული არის, ხო? ენერგეტიკით ვინმე აბა კალაძემ. უკაცრავად თბილისის წყალი კი არა, ბათუმის წყალი გადაეცით უკაცრავად. ნუ ახლა რა ვიცი, ახლა თბილისის წყალზე ბათუმის წყალი გადაეცით, აქვე გამოვასწორე, ბათუმის წყალი გადაეცით სამართავად. ბათუმის შესახებ ვერაფერს გეტყვით ახლა თბილისზე, მომეცით უფლება რომ თბილისია თუ ბათუმი ხო ნიშნულობა ის აქვს რომ თბილისი ვიცი და გაგეცეთ პასუხი რომ თბილისი იყო. ხო და მე გეგმებით რომ ბათუმის წყალზე მართალია. ბათუმის წყალი. არც თბილისის არ უნდა გადაცეთ, არც ბათუმის და არც გადავდის, ამას გეკითხებით. შეფასება აქ რომ ვის რა უნდა გადაცეთ, ამ შემთხვევაში ხომ თბილისის წყალი არ არის გადაცემული, კიდეც რომ ყოფილიყო. დიახ. აი ბათუმი არ ვიცი, მაგრამ კიდეც რომ ყოფილიყო, როდესაც შენ გაქვს დაცვა, როდესაც შენ ხარ საერთაშორისო მოთამაშე, იმიტომ რომ შენი გზა და შენი გეოგრაფიული მდებარეობა დასავლეთს აინტერესებს, მაშინ
არ არის საშიში არავითარი არის თბილისის წყლის და ბათუმის წყლის გადაცემა. გავეცი პასუხი. თქვენ თუ არ გაკმაყოფილებთ, მე მსმენელისთვის გავეცი პასუხი და მიეცით მსმენელს საშუალება და ნუ შემაწყვეტინეთ. გასაგებია. და კიდევ ერთი თემა, ქალბატონო სევდია, აი ამ დღეების განმავლობაში თქვენი გამონათქვამი გავრცელდა სოციალურ ქსელში, თქვენც ალბათ მიაქცევდით ყურადღებას ილია ვტაროი, ასეთი მოხსენიებით. განმარტება რომ გააკეთოთ საზოგადოებისთვის რა მოხდა, ქალბატონო სევდია, ეს მე ვიცი რომ საკრებულოს ხდომაზე გააკეთეთ, ხო წლების წინ, თუ როდის დაწერეთ ეს? არა. ჩვენ პატრიარქი თვითონაც არ მალავს და არასდროს დაუმალავს რომ მაშინ, როდესაც იგი იყო არჩეული და დანიშნული, შეუძლებელი იყო ცენტრალური ხელისუფლების ანუ რუსეთის გარეშე ვინმეს გამწესება ამ თანამდებობაზე, აქედან გამომდინარე დანიშნული არის მაშინ, მე არ ვამბობ რომ ის პატრიოტი არ არის, ალბათ თავისებურად საქართველოს უყვარს, მაგრამ ჩვენ ყველანი ვხედავთ რომ მისი ხელმძღვანელობით ეკლესია ატარებს რუსულ პოლიტიკას. ამიტომ ეს გამონათქვამი გამოხატავს იმას, რომ საქართველოს საპატრიარქო გამოხატავს რუსულ ინტერესებს, იბრძვის რუსულ ინტერესებისთვის, ხელს უწყობს რუსულ ინტერესებს და აქედან გამომდინარე პატრიარქს ეხლა დღეს ადამიანმა შეურაცხყოფილად მიიჩნია ეს რატომ არის შეურაცხყოფილი ახლა რუსული მენტალობა ბევრს აქვს საქართველოს ერთი 10% ყავს რუსული მენტალობის და ის ხალხი რა გადასაკეთე რა გააკეთა ილია მეორემ რუსული საქმის მაშინ? საპატრიარქო აკეთებს? აი კონკრეტულად რა გააკეთა? ამ დრომდე აფხაზეთის ტერიტორიაზე ხო? ვახო. რუსი 2008 წელს ჯარისკაცები ილია მეორემ გამოიყო და იქ დარჩენილი ქალბატონო სევდია. მე დაკრძალვის და გასვენების ცერემონიებზე ყურადღებას არ გავამახვილებ, იმიტომ რომ ეს უმნიშვნელოა ძალიან. საპატრიარქო აკეთებს და ჯერ ერთი ეს როდესაც თანა რა ქვია, შიოს რა ქვია? თანამესაყდრე დაინიშნა, ეს სრულად უკანონო იყო და ეს რუსეთის მითითებით გააკეთა. უკრაინის ის არ აღიარა. ხო რა იცით რომ რუსეთის მითითებით გააკეთა? იმიტომ რომ არ იყო ინფორმაცია როგორ ჩამოვიდა იქიდან და ადამიანს როგორ ქონდა შეხვედრები. მერე უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა რომ ავტოკეფალია რომ არ აღიარა, როდესაც და დღემდე არ აღიარეს. აი ეს ორი მაგალითი ჩემთვის სავსებით საკმარისია. გარდა მაგისა თვითონ განათლებაც იქ აქვს მიღებული და თავისთავად ცხადია ეს რომ განათლებას სადაც იღებს ადამიანი იმის ქვეშ არის. ეგრე საგარეო საქმეთა მინისტრი ყავდათ თლათ რუსეთის მოქალაქე ქალბატონო სევდია. კი ბატონო, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრი ყავდათ ქვეყანაში როცა და განათლება სადაც უნდა მიიღოთ. მე ხო არა ელენე ხოშტარიაცაც მოსკოვშია გამთავრებული მით უმეტეს მამამისი განსაკუთრებით ხელისუფლებაში იყო და იქ წავიდა 91 წელს. რელიგიური განათლება არის ძალიან ვიწრო სფერო, სადაც მხოლოდ ერთ ადგილას შეიძლება ან ორ ადგილას განათლების მიღება, ხოლო მაგ განათლების მიღება, რომელსაც თქვენ საუბრობთ, არა, სულ ერთია, სადაც მიიღებ, მაინც იგივე გამოდიხარ სპეციალობით. ეგ არ არის იდეოლოგიური პროფესია და ის არის სმენის საკითხია და არის იდეოლოგიური პროფესია. მე არ ვმალავ, რომ მე არ მაქვს ის რაღაცა თაყვანისცემა და გაღმერთება არც პატრიარქის და არც არასდროს არ მქონია პატივსაცემ ადამიანად თუ თვლი თავისი ისეთი თავის დროზე ზვიადგამსახურდიას თხოვნით ვაწერდით ჩვენ ხელს რომ ის აერჩიათ პატრიარქად და თავისი როლი როდესაც შეასრულა მაგრამ უპატიებელია პუჩის დროს ხუნტის მხარდაჭერა ზვიადგამსახურდიას წინააღმდეგ მოქმედება და მე ის ფოტოები რომელიც დევს იქ ჯაბაიოსელიანთან და სხვებთან და იმათან ერთად უპატიებელია ბედუკაძის დაჯილდოვება როდესაც ბედუკაძე თვითონ იყო მწამებელი და ის უნდა გასამართლებულიყო და სხვებიც იქ ვინც იყვნენ ისინიც რომ გამოუშვეს არის საკითხები რომელიც არის უპატიებელი და როდესაც საქართველოში პარტიაში ვინც ყავდათ პუჩისტები? ბატონო? პარტიაში ვინც ყავდათ პუჩისტები იმათ აპატიეთ? არ მიპატიებია. და როგორ ახერხებდით პარტიაში მათთან ერთად ყოფნას? ნუ არ მქონდა პარტიაში ხა მე ხوار დავშლიდი მაგის გამო პარტიას ეს პოლიტიკური საკითხია რომ პოლიტიკაში ადამიანებს უნდა ესაუბრო და ასევე მეც მოვიხსენიებ ფლოცვებში პატრიარქს მაგრამ ასევე შემიძლია მოვიხსენიო ეს როგორც ილია ვტარო იმის გამო რომ მან ზვიადგამსახურდიას დამხობას ხელი შეუწყო მიესალმა ხუნტას და დანარჩენი რაც თქვი ეს გასაგებია სევდია უგრეხელიძეს უსმენთ თქვენ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრს და კობა ლიკლიკაძე შემოგვიერთდა ჟურნალისტი მაინც ასე უნდა წარგადგინო კობა საღამომშვიდობისა მადლობას გიხდით რომ მოხვედით და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას 24 წლიანი მუშაობის შემდეგ რადიო თავისუფლებაში თქვენ დატოვეთ ეს
სამსახურით გადმოხვედით დაბრუნდით სამშობლოში და აგრძელებთ სახელმწიფო სამსახურში მუშაობას. მოდით დავიწყოთ იმით, რატომ წამოხვედით იქიდან, რატომ ჩამოხვედით და რა საკეთებთ მოკლედ, რა არის თქვენი გეგმები? ხო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. გაკეთილი იყოს ჩემი ფეხი, რადგან პირველად ვარ თქვენს მადლობა თქვენ. ეთერში, რომელშიც ძალიან ცხარე და საინტერესო კამათი იყო. ყველაფერს აქვს დასაწყისი, ყველაფერს აქვს დასასრული. არ მგონია თქვენ აუდიტორიას დაწუნებით აინტერესებდეს რადიო თავისუფლების პრაღის განსაკუთრებით მთავარი სათავო ოფისის გარკვეული კულუარები და თან შემთხვევაზე გამომივა ლაპარაკი. მოკლედ ვიტყვი. დიახ. როდესაც ტრამპის ადმინისტრაციამ დაიწყო საერთაშორისო მაუწყებლობის შემცირება, შემცირა გრანტები, რადიო თავისუფლების დღევანდელმა პრეზიდენტმა ამერიკელმა სტივ კაპუსმა იმაზე უფრო ბრძნული ვერაფერი ვერ მოიფიქრა, რომ პირველ რიგში შეემცირებინა სტრინგერები, ეგრეთ წოდებული სტრინგერები, შტატგარეშე კორესპონდენტები, რომლებიც ყოველთვის აკეთებდნენ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან სამუშაოს და მე რადიოში მუშაობა 2001 წელს, როცა სამხედრო ფორმა გავიხადე, დავიწყე როგორც შტატგარეშე კორესპონდენტმა და როდესაც მე ვნახე აცრემლებული ჩემი კოლეგა შემცირებული ბიუროკრატებისგან, რომლებიც თავისთვის არ იკლებდნენ არაფერს და პირიქით მე ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ გამოჩნდა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში გაიორმაგეს ხელფასები, მე მათ პროტესტის წერილი დაუწერე და უთხარი, ჩემი ხელფასი წაიღეთ და მოახმარეთ შტატგარეშე კორესპონდენტებს, ოღონდ თქვენ არ ჩაიწეროთ მეთქე თქვენს სახელფასო უწყისებში და აი ასე წამოვედი, მაგრამ მე ცოტა შეიძლება გულუბრყვილო ვარ, რადგან მგონია, რომ ეს ჩემი ფული წავიდოდა ისევ მაგათ ფერდიემებში, მოგზაურობებში და ასე შემდეგ. თვითონ რადიო თავისუფლებას ახლა როგორ ფიქრობთ, აი რასაც ხედავთ საქართველოსთან მიმართებაში, მაგალითად აი თქვენთვის როგორც ჟურნალისტისთვის, ხო? საქართველოს ხელისუფლებას, აი ქართული ოცნების ხელისუფლებას, საქართველოს პრეზიდენტს ქართული ოცნების მიერ არჩეულ პრეზიდენტად ასე მოიხსენიებს რადიო თავისუფლება. რამდენად ჯდება იმაში, რასაც აი თქვენ ამდენი ხნის განმავლობაში ემსახურებოდით? იცი რა, ასეთ სარედაქციო პოლიტიკას ქართული რედაქციის ხელმძღვანელობა ღებულობს ჟურნალისტებთან შეუთანხმებლად, ეს სწორიც არის ახლა ის მენეჯერია, ამ შემთხვევაში ლაპარაკია ქართული სამსახურის ხელმძღვანელზე, კალბატონ ზამბახიძეზე, რომელმაც თავისი მოსაზრება ალბათ გააცნო უმაღლეს მენეჯმენტს, ჩემს მიერ ხსენებულ სტივ კაპუსს და მან მხარი დაუჭირა. თუმცა მე ჩემთვის ვინმეს ეკითხა, მე ვფიქრობ, რომ უფრო კორექტულია, უფრო სწორია BBC-ს მიდგომა. BBC ყოველთვის ამბობს, წერს, თუმცა ისიც არ აკრებს კრიტიკას. დიახ. სტანდარტებში რამდენად ჯდება იმაში, რასაც ემსახურებოდით? ჩემთვის ვინმეს ეკითხა, მე ვფიქრობ, რომ შობს პრემიერ-მინისტრი, რატო იცი? მე ამასთანავ ნახე ინფორმაცია რადიო თავისუფლებაში. ჩემ ძვირფას და მოვიკითხო ჩემ კოლეგებს, მე ჟურნალისტებთან, კოლეგებთან. არასოდეს ამ მქონია პრობლემა გაკეთილი მეგობრული დამოკიდებულებას, ასე დარჩება ბოლომდე. მენეჯმენტის სხვა საკითხია. ინფორმაციაში წერია ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი და სურათს აწერია საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ასე რომ თვითონაც ბოლომდე მე მგონი ან არ არიან გარკვეულები, ან როგორც ჭაბო ამირეჯიბი იტყო და გამონაკლისი წესს ადასტურებს. გასაგებია. მოდით გადავიდეთ, მაინც მნიშვნელოვანია თქვენი თვალით, რასაც ვუყურეთ აი ამ პროცესებს, როგორშიც არის ჩვენი ქვეყანა, ხო? დავიწყოთ იმით, რასაც მოყვა ეს აქციები საქართველოში, ხო? დაწყებული იმ კანონით, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელსაც ნაწილი საზოგადოების მოიხსენებდა როგორც რუსულ კანონად, შემდეგ მიიღეს ფარას კანონი. ეს კანონი რამდენად ამძიმებს საქართველოში დემოკრატიულ გარემოს. ყოველ შემთხვევაში ამ კანონის ოპონენტები ამას აცხადებდნენ. თქვენ როგორ ხო, მე ამაზეც კი პასუხობ, მაგრამ ცოტა მაინც ახალ ამპლუაზეც კი, აუცილებლად მოგცემ საშუალებას, კი. იცი, მე არ მიყვარს პოზიციების შეცვლა. მე სადღაც 3-4 თვის წინ იყო თუ 5 თვის წინ ვამბობდი, რომ რაღაც კანონებზე ჩვენ უნდა საქართველოს ხელისუფლებას უნდა ეთქვა უარი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს ხელისუფლება არის ხელისუფლება, მას აქვს გარკვეული ინფორმაციები, რაზე დაყრდნობითაც ღებულობს ამა თუ იმ კანონს და ამ შემთხვევაში თვითონ არასამთავრობოებმა მედიამ უნდა გასცეს პასუხი დაზიანდა თუ არა მათი სარედაქციო თავისუფლება, მიუკერძოებლობა ამ კანონის მიღებით, აკრიტიკებენ თუ არა ისინი კვლავ ხელისუფლებას პირდაპირ ეთერში მუშაობენ თუ არა ისინი კვლავ ისეთივე ტემპით, ისეთივე დინამიზმით, როგორც მადამდე მუშაობდნენ, მე რასაც შეიძლება არ ვიცი, კარგად ვერ უყურებ ყველაფერს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ
ტელევიზიები მუშაობენ, სიტყვის თავისუფლება უზრუნველყოფილია, პოლიტიკური თავისუფლებაც უზრუნველყოფილია, რა იქნება შემდეგ, სიმართლე გითხრა, არ ვიცი, იდეალური ვითარება იქნებოდა ის, რომ ოპოზიცია, ხელისუფლება მუდმივ დიალოგში იყვნენ ერთმანეთთან და არ იყოს ეს მტრული დამოკიდებულება, რომელიც ყველას გვიწამლავს სიცოცხლეს, ვახო. ყველას გვიწამლავს სიცოცხლეს. ჩვენ აქეთაც ყავს ძვირფასი ადამიანები, იქით ამ ხარესაც ყავს შველების ერთი ნაწილი შეიძლება ერთ ფლანგზეა, მეორეგან პატარა ერი ვართ. ამიტომ ჩვენ არა გვაქვს ფუფუნება აი ესეთი დაპირისპირების. ამას გეუბნებით ადამიანი, რომელიც დიდი ხანი ცხოვრობდა საზღვარგარეთ და ეს ძალიან მტკიოდა, ეს მტკიოდა ჩემი ოჯახის წევრებს და ოჯახში სულ ჰქონდა ამაზე საუბარი. და ადამიანებმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც ახლა ქალბატონი სევდია იჯდა მე მას პატივსცემ, იცი რა, კარგია რომ ხანდახან საქართველოს რუკას დახედონ. დახედონ საცეცხლე წერტილებს, მტრული ძალების საცეცხლე წერტილებს, რომელიც განლაგებულია პირდაპირ საქართველოს გულში. მე ამას წინათ ვიყავი კიევიდან დავბრუნდი და როდესაც იქ უკრაინელებმა მკითხეს აი თქვენი დამოკიდებულება და მე ვთხარი მე რაღაცას გეტყვით და მე თქვენ მეპასუხეთ. უკრაინაში ფრონტის ხაზი გადის 800 კილომეტრში კიევიდან, უკრაინის დედაქალაქიდან. საქართველოში ფრონტის ხაზი გადის საქართველოს დედაქალაქიდან 35-40 კილომეტრის დაშორებით, საიდანაც 60-იანი წლების მოძველებული артиლერია არავის არ ვაშინებ, შეიძლება მისცეს საქართველოს დედაქალაქს. მე აღარ ვამბობ ახლა ისკანდერებზე და ღმერთმა დაიფაროს ორეშნიკზე. ამიტომ ადამიანები, რომლებიც ესეთი იმეებით გამოდიან, ამხობენ, მშვიდობიანად ხელისუფლებას და ასე შემდეგ ესეთი იდეები აქვს დამხნის განმავლობაში, ისინი უნდა დაფიქრდნენ იმაზე, თუ რას საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა, თუ კი ეს დამოკიდებულება, ეს მტრული დამოკიდებულება, ამას არაფერი არ აქვს საქართველოში რაც ხდება ჯანსაღ ოპონირებასთან. როგორც კი არის რაღაცა ინიციატივა, რუსული ხელისუფლება, რეჟიმი, მე არც ერთხელ ახლა აქ რაც მოვედი, არც ერთ ხელისუფლების მესამართით არ მithქვია რომ რეჟიმი. მიუხედავად იმისა, შეიძლება სააკაშვილის ხელისუფლება უფრო იმსახურებდა სიტყვა რეჟიმს, რადგან მე ჩემი მეგობრები ვშლიდით ტელეფონებს და ესე ვლაპარაკობდით ერთმანეთში. და დღევანდელი ხელისუფლების ოპონენტებიც მათ შორის აი ასეთ მძიმე სიტუაციაში იყვნენ, არც ერთ საქართველოს ხელისუფლებას არ ვაკადრებს სიტყვა რეჟიმს. ბატონო კობა, რა მაინტერესებს, როდესაც აი თქვენ საუბრობდით იმაზე, რომ ფრთხილად უნდა გაიაროს ქვეყანა, როდესაც ოკუპანტი არის 35 კილომეტრში და აი ამ ხნის განმავლობაში, რაც უკრაინასა და რუსეთსა და უკრაინას შორის დაიწყო ეს საომარი მოქმედებები, ჩვენ გვესმოდა ხელისუფლების მხრიდან, რომ ქვეყნის ომში ჩართვა სურთ გარკვეულ ძალებს. თქვენ აი ამდენი წლის განმავლობაში სამხედრო თემატიკაზე მუშაობთ. თქვენი ანალიზი როგორი არის? მართლაც იყო ძალები, ვისაც სურდა აი აქედან კიდევ მეორე ფრონტის გახსნა? ილია ჭავჭავაძეს ჰქონდა გენიალური წერილი ქვათაღაღადი. გახსოვს როგორ იწყება იმას? საქართველოს ზოგიერთებს გონიათ ქვეყანა, რომელსაც შეგიძლია წაღმოუყურმა წამოარტყა ათრიო აქეთ-იქით, ეხლა მე რა თქმა უნდა ზუსტ ციტატას ვერ ვარ, ესე იწყება ეს წერილი. და მე შლის თავის მსჯელობას. იმას, რასაც აპატიებენ იუპიტერს, საქართველოს არ აპატიებენ. და ჩვენ ამას ხედავთ. და ეს არ არიან მარტო რუსები. ეს სხვა ქვეყნებიც არიან. არ მინდა ეხლა ჩამოვთვალო. და აი ვცდელობა მაშინ, როდესაც დაიწყო ლაპარაკი თვითმფრინავე გავაგზავნოთ ჩარტერული დამხმარები, ეს რითი დასრულდებოდა? რუსეთი ამას შეიძლება ვიღაცა სხვას აპატიებს. თავს ლათინური ამერიკიდან მითხეს, რომ ეხლა ძალიან ბევრი ადამიანი ჩაყავთ კიევში და ამზადებენ, რადგან ცოცხალი ძალა არ ყოფნის და ერთ-ერთი აკადემია, რომელსაც ვთქვათ კახა ბასილია ხელმძღვანელობს, წარსულში კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი, მასთან ავიღე ინტერვიუ. ეხლა იმ ქვეყანას რუსეთი არ დაარტყამს. მაგრამ შენ ამას დემონსტრაციულად თუ გააკეთებ, აი 35 კილომეტრში რა არის, ჩვენ არ ვიცით ის შენ წინააღმდეგ რას მოიმოქმედებს. ამიტომ არ არის იქ უჩხიკინოთ ყოველთვის იმ დათვს, რომელიც დაჭრილია, გაავებულია და გაალმასებულია და იცი რა, ინდივიდუალურ გმირობას ვახო არავის არ უშლის. დღესვე შეუძლია, სხვადასხვა ქართველების ნაწილმა შექმნა პარტიზანული დაჯგუფება უკრაინაში. შექმნან, წავიდნენ და დაამტკიცონ ეს საქმე, არავინ არ უშლის საქართველოს ტერიტორიაზე. ნუ იმაშობია რა, Facebook-ში იოლია და იმ სამსახურში, სადაც მე წავედი ახლა ჟურნალისტიკის შემდეგ, წავედი ხოლოდ იმიტომ და ეს იყო ჩემი ვალი ამ ბიჭების წინაშე, ამ გოგონების ქალების წინაშე, რომლებიც გავიცანი 92-93 წლებში აფხაზეთში. და მინახავს მათი თავგანწირვა, ვიღაცას ხმელი პური მოუწოდებია, ვიღაცას შინელი მოუხურე, როცა
აძაგძაგებული ჟურნალისტი ჩავედი ყველაფრის გარეშე, როგორც იტყვიან, არც თბილი ტანსაცმელი მქონდა, ეს აუდექი ჩავჯექი და წავედი. აი ეს ადამიანები ამდენს არ ლაპარაკობენ, მაგრამ ხვალო დაჭირდეს, აი თითოეული ის ვეტერანი 70,000 კაციან მთლიანად ბენეფიციარები, მათ უკან კიდე ბევრი ადამიანი დგას. ისინი დაუყო არც დაფიქრდებიან, ისე ჩადგებიან ქვეყნის სამსახურში, მაგრამ ისინი არ ლაპარაკობენ. განცხადებები, რომელიც ისმოდა, რომ აი საქართველოში არის დატოვებული შავი ხვრელები, რომ ოკუპანტ სახელმწიფოს ვეხმარებით, სანქციების დარღვევაში, ასე შემდეგ და ეს არ იყო მარტო შიდა მოხმარებისთვის. ეს განცხადებები ისმოდა ქართველი პოლიტიკოსები ამას აკეთებდნენ ბრიუსელშიც და სხვადასხვა ევროპულ ქალაქებშიც. აი ამას როგორ უყურებთ? არ ვაპირებ პოლიტიკოსების ნარატივში ჩარევას. აზიანებს თუ არა ქვეყანას ესეთი განცხადებები? მე ვარ რაღაც ძალიან მოგძალებული პოზიციის მქონე. საჯარო მოხელი შტატგარეშე თან საჯარო მოხელის შესახებ კანონის განმარტებით არ მინდა ხელა ბექგრაუნდი გაქვთ შემიძლია ოპოზიციის დიდი ნაწილის მიმართ მე არ მაქვს არანაირი სიმპათია ეს მე პირადად მithქვამს დიანა ტრაპაიძის ეთერში ოდესაც თქვი რომ ისინი მათ 61 მანდატის დატოვებით ჩაიდინეს ჰარაკირი და ეხლა თუ არ მიიღებენ მეთქი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ეს იქნებოდა საბოლოო თვითმკვლელობა და მე ესე წამს იმათ სხვანაირად ჯერა იმიტომ ისინი არიან პოლიტიკოსები მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას როგორც აიქნება, მე გამოჩნდება მათ უცხადებს ხალხი ნდობას თუ არ უცხადებს ნდობას, მაგრამ ადამიანები არ მისცემენ ხმას პოლიტიკურ ძალას დარწმუნებული ვარ, ვინც აიღებს და მანდატს გადაყრის, სანამ არ მიიღებს მისთვის სასურველ შედეგს. მე მაშინ არ ვთქვი, არ შეიძლება ფიფქია და 7 ჯუჯეს ნაცვლა დადგა 7 ჯუჯა და 1 ფიფქია. ვიღაცა გაიმარჯვებს, ვიღაცა ეს არ არის, რა ქვია, არჩევნები, რომ ვიღაცა მისაქნას, რა ქვია, სულ გამარჯვებულია, ვერავინ ვერ იქნება. ვიღაცა დამარცხდება. თუმცა გამოდიოდნენ, აი გაყალბდა არჩევნები, ხო გესმით თქვენ, რასაც ამბობდნენ ისინი, რომ აი გაყალბდა არჩევნები, რომ მოიგეს ის არჩევნები და ერთი კვირის ხალხს ეუბნებოდნენ და აჯერებდნენ, რომ ისე კარგად არის მოწყობილი სისტემა, რომ არ გაყალბდება, მოდით არჩევნებზე ხალხო. წააგეს და უცებ გაყალბდა? არ ვიცი. დაადასტურონ ილაპარაკონ ეგ მაგათ თქვენ იმ სამსახურში მიხვედით თავის დროზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილის როლი მინდა თქვენგან რომელიც არის ქვეყნის ის იყო ხო? გაგვეპარება დრო და ვეტერანები არა, ვეტერანებს აუცილებლად ადამიანი რომელიც თქვათ აკეთებდა განცხადებებს, აი ომთან დაკავშირებით 2008 წლის ომთან დაკავშირებით, რომ ჩვენ დავიწყეთ ომი. ახლა გამოდის სულ სხვა განცხადებებს აკეთებს ეს ქალბატონი, ხო? რა არის, აი ანალიზი რო გააკეთოთ ამ ქალბატონის მიზანი თუ შეგიძლიათ? მე მის ფეხსაცმელში ვერ ჩავდგები, როგორც ამერიკელები იტყვიან, არ ვიცი. განცხადებების მიხედვით. მე არ ვიცი მისი мотиваცია ამ წუთში რა არის, როგორ არის. მე ვიცი როგორ ლანძღავდა ოპოზიციის ერთი ნაწილი უშველი სიტყვებით ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, როცა ის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო. და მაშინ ის ამას არ იმსახურებდა. მას ის არის პოლიტიკოსი, მე რომ დოემბოდა ხო პოლიტიკოსი ვარ, მე წავიდოდი. თავარსარდალიც იყო ხო ეს ჩვენი. იცი რა, მე ქალბატონ სალომეს ამას წინათ ინბოქსით მივწერე, რომ თქვენ არ ახართ ექსპერტი და არ არის აუცილებელი ყველაფერზე როგორც ექსპერტი ისე რეაგირებდეს. იმიტომ რომ მე ვიცი ევროპელი ლიდერები, პრეზიდენტები, რომლებიც მომიდიან წლების განმავლობაში არ ჩდებიან ეთერში. ოდეს ტურფა გაიაფთეს ნათქვამი, არ შეიძლება ამდენი ლაპარაკი სულ ყველგან გამოსვლა და თან მაინდა-მაინც კარგად ვერ აყალიბებს ის თავის აზრებს რა. არ ეწყინოს ეს მისთვის პირადად მიმიწერია. ცოტა ხანი უნდა გაჩერდეს მოანატროს ცოტა ხანი ხალხს თავის, სხვათა შორის სხვა პოლიტიკოსებმაც რა. შენ ლექსები გიყვარს ვარ ხო? ასე თუ ისე კი გააჩნია ვის. შემოგვაღამდა. გაწყალდა სიტყვა, როგორც უაზროს მისგან არაყი. დროა გავჩერდეთ. რაც ითქვა, ანდა რა შეცვლის ეს ლაპარაკი. გასაგებია. მოდით გადავედით იმაზე, სადაც თქვენ შეუერთდით ახლა იმ სამსახურს, რა არის თქვენი მიზანი და რა ხდება აი ამ სამსახურში? სამსახურს ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურს შეუერთდი ორი მიზნის გამო. პირველი უკვე როგორც თქვი ხო. ამ ხალხთან რომლებიც 92-93 წლებში იბრძოდნენ და შემდგომშიც კიდე იმიტომ რომ ვეტერანთა სტატუსი აერთიანებს რამდენიმე ომის და კონფლიქტის მონაწილეს დაწყებული პირველი მსოფლიო ომიდან. ეს ადამიანები განსაკუთრებით 92-93 წლის შემდეგ მე არ მომიტოვებია მაშინაც ცოტა რადიო თავისუფლებაში ვიყავი, ეს გულისხმობდა რომ წერდი მათთან ინტერვიუებს, ოდესაც მათ სამსახურიდან ყრიდა წინა ხელისუფლება, სრულიად დაუმსახურებლად. მე ლუკმაპურის საძებნელად მიდიოდნენ ავღანეთში, უსაფრთხოების ფირმებში. როდესაც ისინი იყვნენ ერაყში, როდესაც ისინი იყვნენ ავღანეთში, მე მათზე ვაკეთებდი საკვირაო გადაცემებში რუბრიკაში ჯარისკაცი და სახელმწიფო და ეს ადამიანები მე გულწრფელად ვამბობ, ძალიან მიყვარს
და როდესაც კობა კობალაძე ჩემო მეგობარმა, რომელიც ყველა ვეტერანის მეგობარია, ეს არის კაცი, რომელიც ეხლა შეიძლება იყოს სადღაც რომელიღაცა თავის ვეტერანის დასახმარებლად, თუ კი არ ვიცი ხა მისი გრაფიკი დღევანდელი, მაგრამ აი არ გადმოდის მანქანიდან. დამემოწმება ყველა ეხლა ვინც მას იცნობს და ვინც არ იცნობს კიდე. ისიც კი ვინც ისე არ იცნობს როგორც ვთქვათ მე ამ ეს მხედველობაში. ეს მეორე და მესამე მე ვხედავ ჩემ ადგილს ქართულ ჟურნალისტიკაში ვახო. რატო? იმიტომ ძნელია რადიო თავისუფლებაში მუშაობის შემდეგ ეხლა უკვე 60 წელს მივახლოვდი მე კვლავ ჩავიცი ბოლო ჩემი მისია იყო უკრაინაში როგორც ფრილანსერი ჩავედი სტრინგერი შტაბ-გარეშე კორესპონდენტი ეს იყო მე-6 ომი რომელიც მე ფრონტის ხაზზე არ მინახავს იმიტომ რომ იქ მისვლა შეუძლებელია საერთოდ მაგრამ დღეს უკრაინა ერთი მთლიანი ფრონტის ხაზია როდესაც კიევს დაბომბავენ იმავე ღამეს როცა შენ იქ ახარ და როდესაც გესმის ამ შახედის მოფრენის უზუნი და რომელსაც იმ ადგილს სადაც შენ იყავდი ღამეს 10-ი ერთი კვირის შემდეგ ბომბავენ ეს ფრონტის ხაზია აბა რა ამიტომ მე უკვე როგორც ჟურნალისტმა ვფიქრობ რომ ჩემი თავი ამოვწურე ეხლა რაც შემიძლია მან და ხმამაღა ელაპარაკი ჩემ ქვეყანას კი არა აი ამ ადამიანებს გავუკეთო ვიყო ვეტერანებთან თუმცა ჩემი გასაკეთებელი რა არის არ ვიცი როცა გავეცანი რამდენი რამე გაკეთდა უკვე ვახო ვეტერანებისთვის მე ვუთხარი კობა გაშლის სუფრაზე მეპატიჟები მეთქი ანუ ესეთი განცდა იყო ხოლმე რომ თითქოს აი ვეტერანები ყოველ შემთხვევაში ასეთ განცხადებებსაც ვისმედით რომ აი სათანადო ყურადღება არ ექცეოდა წლების განმავლობაში ამ ადამიანებს ანუ რაღაცნაირად სიტუაცია შეცვლილი არის ბახო შარშან რაღაცა იყო და აღმოჩნდი ცოტა ხანი პროფილაქტიკური იმისთვის საავადმყოფოში და მე ომის ვეტერანი ვარ სტატუსი მაქვს და როდესაც დამთავრდა ეს კურსი და მივედი მენეჯერთან უთხარი რომ მითხარით რამდენია რომ იმას გაუგზავნო სადაზღვეოს შევიდა მონაცემთა ბაზაში ბატონო კობა თქვენ ომის ვეტერანი ხართ მთელი თქვენი ხარჯი დაფარულია სახელმწიფოს მიერ ეს არის დაახლოებით 100%-იანი თავარის ახლა ვიტყვი იმიტომ რომ ყველა ღმერთმა კარგად ამყურებს მაგრამ ყველა ასაკში შევდივართ ყველა რაღაცა გვაწუხებს მithumetes როგორც გითხართ ეს ვითარება რაც არის მარტო ჩვენთან არა მთელ სოფლიოში ეს ტორტმანი რა და არავინ რო არ იცის სად გადაგვაგდებს ეს ტალღები რაც ხდება ახლა ამერიკას ევროპას შორის და კიდე რაც ხდება საერთოდ რა ყველას რაღაცნაირად პრობლემებს გვიქმნის ჯანმრთელობის. ეს ერთი მომენტი არის, თაც ვეტერანები სარგებლობენ. ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები 70,000 ბენეფიციარია, ხო დაახლოებით 70,000 ბენეფიციარები. მათ აქვს ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობა თბილისში და ყველა დიდ მუნიციპალურ ქალაქში. 100 ლარიანი ერთჯერადი დანამატი ყოველ თვე. ეხლა ლაპარაკია იმაზე, რომ მოხდეს მთავრობასთან შეთანხმებით და მხარდაჭერით. მთავრობის მხარდაჭერის გარეშე აფერი არ მოხდება ეს. საბიუჯეტოა, მაგრამ საბიუჯეტო ორგანიზაციაა. რომ თბილისელი რო ჩავა მაგალითად რუსთავში, ან რუსთაველი თბილისში ჩამოვა, იმ ბარათით შეძლონ უფასოდ მგზავრობა. ეს არის რკინიგზით მგზავრობის 50%. ეს არის მათი ოჯახის შვილებისათვის თანადაფინანსება 50%. ეს არის თუ პროფტექს სასწავლებელში შენ გინდა გადამზადება გაიარო და მე მქონდა სხვათა შორის სურვილი ერთი ხელობა მესწავლე ახლა არ ვიტყვი რა და შემეძლო უფასოდ გამეკეთებინა ეს გარდა ამისა ხორციელდება დახმარება აწარმოეს საქართველოს ფარგლებში იმ ვეტერანებისათვის რომლებსაც აქვთ ფერმერული და ბიზნეს მისწრაფეები და ყველანი არა მე მაგათი რაც უნდა მომავზავ და გადამამზავ და ბიზნესმენი ვერ გავხდები ხო სწორია მაგრამ იქ უკვე რაღაც რამდენიმე 2500 ტონა თაფლი გაკეთა სადღაც იქ სკებია იქ ტიკას დახმარებით ეს თურქული ორგანიზაცია იქ სადღაც თხები შეიძინეს გურიაში ფართოვდება ეს დიაპაზონი ძალიან დიდია უბრალოდ მე არ მინდა ვახო ყველა კვერცხი დღესვე მოვათავსო ერთ კალათში რა თქმა უნდა იდეალურ ვითარებიდან შორს არის სიტუაცია ვეტერანის ბევრი ჭირდებათ და იქ ჩვენ საკონფერენციო დარბაზში გვაქვს პატრიარქის მისალმება სადაც საქართველოს პატრიარქი ამბობს რომ ვეტერანები ესენი არიან ქვეყნის თავდადებული ადამიანები რომლებიც არასოდეს არაფერს არ ითხოვენ მაგრამ რო არ ითხოვენ და არიან თავდადებლები და დღესაც კი შეუძლიათ აი ამ ჟურნალს სამშობლოსათვის ქვია ეს არის დევიზი ყველა ვეტერანის სამშობლოსათვის რომ დღესაც თავი გაწირონ იმ ბიჭებმა ვისთან ცეთაც მე ოთახში ვზივა ან ხვდები ყოველდღიურად ეს არ ნიშნავს რომ ისინი რომ თავდადებლები არიან და არ ყვირიან იმდებს ამდენსაც პოლიტიკოსები რომლებიც აი დაიკავეს ყველა ეთერი და აღარ არის საშველი ყველგან ესენი არის რომ ამათ არ ჭირდებათ ყურადღება უფრო მეტი ჭირდებათ
უფრო მეტი გაკეთდება, იმიტომ რომ ამ სამსახურს კაი ხელმძღვანელი და ხელმძღვანელობა ყავს, ეს ერთი შეკრული გუნდია. არ ყევდნენ აქეთ-იქით და რაღაცეები და ყველა ცდილობს რომ რაღაცნაირად ვეტერანები მერე თავისი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენოს. ამ ხალხმა იმდენი რამე ნახეს ბარიკადებზე აქეთ-იქით დგომებ და იმდენი რამე ასწავლა ცხოვრებამ, რომ ესეულად ამათზე ვერავინ ვერ მოახდენს ემოქმედებას. მადლობა კობა რომ მოხვედით და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. კობა ლიკლიკაძეს უსმენდით თქვენ დღეს ამით უნდა დავასრულოთ 4 შაბათს შევხვდებით ნახვამდის.